ხო, ნუ მე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენ ყველანი იქ ვინც ვიყავით, აღმოჩნდით უცბად რაღაც აბსურდში. ესე მეგონა სერიალის გადაღებაზე ვიჯექი, იმიტომ რომ გამეორდა ზუსტად იგივე სცენარი, რაც ერთი წლით ადრე იყო ჩვენ სერიალში, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცით. აი ჯეკოს სასამართლო პროცესს გულისხმობ, აი ფაქტურად იგივე სიტუაცია გამეორდა. იყო ძალიან აი ესეთი კომიკური სიტუაცია, იმიტომ რომ რეალურად შესაძლოა წარმომადგენელს არ ქონდა არანაირი რეალური მტკიცებულება და როდესაც ადვოკატი მას კითხვებს უსვამდა, ეს ადამიანი თავჩახრილი პასუხობდა, რომ აი არ მაქვს პასუხი, არ ვიცი, ვერ გეტყვით, არა მაქვს, ვერ გიპასუხებთ, ყველაფერზე ვერ გიპასუხებთ, ვერ გიპასუხებთ. თუ არაფერზე არ აქვს პასუხი, მაშინ რაზე ადანაშაულებენ ამ გოგოს ვერ ხვდები. ანუ ხელოვნურად გადაკეტე გზაო. და ეს ადამიანი ეუბნება, რომ კაფეში ვიყავი შესული და რომ გამოვედიო, მერე შეუერთდი მიტინგს, ანუ გზა უკვე იყო წინასწარ გადაკეტილი და ეს მერე შეუერთდა და რანაირად შეიძლებოდა, რომ ამას გადაეკეტა, ესე დადგა შუა რუსთაველზე და არ გაიაროს მანქანებმა, უნდა გზა გადავკეტოო, თუ აი ძალიან სასაცილო სიტუაციაა და ესეთ სიტუაციაში ადამიანის გადანაშაულება ჯერ ერთი და მერე კიდე პროცესის გადადება მე ვერ ხვდები ამ ყველაფერს რა აზრი აქვს და რა შემსახურება ეს ყველაფერი მე ვერ ხვდები ანუ ვის ინტერესებში შედის არ მესმის უბრალოდ ჩემთვის ეს რაღაცეები არის გაუგებარი და ამოუხსნელი. ნინო როგორ ფიქრობ, აი რატომ ირჩევს სისტემა ამ ადამიანებს? ხო ეხლა მე აღარ ჩამოვთვლი, არც მინდა გამოვყო მსახიობია, ჟურნალისტია, მომღერალია თუ ვინ არის, აქ პროფესიასაც არ აქვს. თუ შეიძლება უბრალოდ თქვენ თავად მსახიობი ბრძანდებით და აი რატომ ხდება ამ ადამიანების ამორჩევა? თქვათ ეხლა ჭიჭინაძის кейს აღარ შევეხები, ბაჩოს საქმე, დღეს ანა ტყებუჩავა. ძალიან ბევრი ადამიანი დადის ამ აქციებზე, მაგრამ რაღაცა თითქოს კონკრეტულ პირებს არჩევენ რა მიზნით, როგორ ფიქრობ ამაზე? რა ძნელი მისახვედრია, რატო ხდება ამ ადამიანების არჩევა? ესენი არიან ცნობილი სახეები, ეს ადამიანები უყვარს ხალხს და თუ მოხდება მათი დასჯა, ეს იქნება სხვებისთვის გაფრთხილება, რომ აი ისინი თუ დაისაჯენ, თქვენ უარესად დაისჯებით. ეს არის რაღაცა თითის დაქნევის მცდელობა, რომლითაც ალბათ აპირებენ, რომ სხვა დანარჩენი ადამიანები შეაშინონ, მაგრამ კარგით ხალხო მართლა რა აი მართლა სასაცილოა. ჯერ ეგერთი არაფერი არ დაუშავებია ამ ადამიანს. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეგობარია და მას გულშემატკივრობ და გვერდში ვუდგავარ. იმიტომ არა, იმიტომ რომ რეალურად მართლა არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები და ვერც იარსებებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად დასაბუთებულად თქვა ადვოკატმაც და თვითონ ანამაც ისაუბრა, რომ უკვე გადაკეტილ რუსთაველის გამზირს შეუერთ და მოგვიანებით, სადღაც 10-15 წუთის შემდეგ, როცა უკვე გზა იყო გადაკეტილი. ხო და როცა არანაირი მტკიცებულება არ გაქვს ადამიანის წინააღმდეგ და მაინც გინდა რომ რაღაცაში შარი მოსდო და რაღაცაში დაადანაშაულო ეს უბრალოდ აი არ ვიცი რა რაღაცა მიზანს ემსახურება და რა მიზანს ემსახურება არ ვიცი ალბათ ისევ და ისევ ადამიანების დაშინებას და მეც არაფერს. ნინო, ძალიან საინტერესო სიტყვა ჰქონდა სხვათა შორის ანა ტყებუჩავას ამას მაყურებელი ალბათ მოისმენს რამდენიმე წუთში ჩვენ საინფორმაციო ეთერში მათ შორის მან თქვა რომ ხანდახან ხდება ისეთი უსამართლობა, როდესაც მსახიობს უწევს სცენიდან გასვლა და სხვა ტიპის საუბარი მის მაყურებელთან, ხო? აი ამ სურათზე რის თქმა შეგიძლიათ რეალურად ეხა რომელიც ჩვენ გვაქვს მსახიობები, მომღერლები, სხვადასხვა უკაცრავად ვერ გავიგე თქვენი შეკითხვა, ანუ სცენიდან გასვლა და რაზე საუბარი? საუბარი მაყურებელთან ამ შემთხვევაში პირდაპირ ქუჩაში, ხო? ანუ უსამართლობის შედეგად მსახიობს ხანდახან უწევს გასვლა სცენიდან და საუბარი მაყურებელთან ამის შესახებ ლაპარაკობდა სწორედ ანა სასამართლო დარბაზში იმ სხდომაზე, რომელსაც თქვენც ესწრებოდით. ხო, ეს არის მოკლე აღწერა ალბათ იმ ვითარების, რომელიც არის ახლა ქვეყანაში. აი ამაზე გვითხარით ამ ყველაფრის გათვალისწინებით რასთან გვაქვს საქმე, როგორ ფიქრობთ? რა ტიპის სურათთან გვაქვს საქმე? არაფერი, როდესაც ადამიანი რაღაც გარკვეული სახის უსამართლობას ხედავს, არ აქვს მნიშვნელობა ეს მომღერალი იქნება, მსახიობი, ექიმი, მწერალი თუ ასე შემდეგ, პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც შენ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და როდესაც აფიქსირებ გარკვეულ უსამართლობას, შენ ვალდებულად უნდა თვლიდე თავს, რომ გამოხვიდე და შენი აზრი დააფიქსირო.
მე ვფიქრობ, რომ ეს ყველას ვალია, რომ უსამართლობაზე ხმა უნდა ამოვიღოთ, მით უმეტეს ჩვენ მსახიობებმა, რომლებიც წესით უნდა ვიყოთ იდეოლოგები და კარგი გაგებით ზეგავლენა უნდა მოვახდინოთ ადამიანებზე და თუ ჩვენ ამაზე გავჩუნდებით და ხმას არ ამოვიღებთ, მაშინ ჩვენც იმ უსამართლობის ნაწილი გავხდებით, ხო? ანუ ეს ჩვენი ვალია, რომ თუ რაღაცა იმაზე მნიშვნელოვანი ხდება თეატრს გარეთ, ან გადასაღები მოედნის მიღმა, რაც შეიძლება რომ მოხდეს თეატრში, ჩვენ უნდა გამოვიდეთ თეატრიდან, გავიდეთ ქუჩაში და ქუჩაში უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი. და ეს არის მგონი არა მარტო მსახიობების და შემოქმედი ადამიანების ვალი, არამედ ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლის ვალი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. იმიტომ რომ ჩვენი არის ეს ქვეყანა და აბა რა ვიცი ხა ჩვენ თუ ესე გულზე ხელი დავიკრიბეთ და ხელი არ გავანძრიეთ და ესე ვუყურეთ როგორ განვითარდება მოვლენები ისე განვითარდება როგორც აწყობს ჩვენს მტერს თუ ჩვენ ხმა არ ამოვიღებთ და თუ ჩვენ ხელი არ გავანძრიეთ და თუ ჩვენ ხმას ამოვიღებთ და თუ ჩვენ ამ პროტესტს დავაფიქსირებთ მაშინ ის მტერიც უკან დაიხევს ასე რომ გამოფხიზლება არის საჭირო ჩვენ უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ფხიზლად თვალ დახუჭული ქვეყანას ვერ ავაშენებთ და ვერც ერთმანეთის სიძულვილით ვერ ავაშენებთ ქვეყანას. მხოლოდ სიყვარულით, ერთმანეთის გვერდში დგომით და მხარდაჭერით შეიძლება ამ ქვეყნის აშენება და ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ორივე მხარე იქნება ეს პოზიცია თუ ოპოზიცია, ორივე ამ ქვეყნის შვილები ვართ და ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგეთ და საერთო მტერს უნდა შევებრძოლოთ. ერთმანეთს კი არ უნდა ვებრძოლოთ. საერთო მტერს უნდა ვებრძოლოთ და ამის გაცნობიერება რატომღაც უჭირთ ადამიანებს. დიდი მადლობა ნინო, დაგემშვიდობები. ეს იყო მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე.